ჩვენი არხის მხარდამჭერები. ირაკლი, ეს კუთხე განსხვავებული არის. წარმოებელია იტალიური ფირმა, სახელად ფრანკი. ეს იგივე არის, რასაც ფრენჩის ეძახიან ხოლმე? ხო, ჩვენთან ფრენჩი ეძახიან, მაგრამ არასოდეს ეძახიან ფრენჩს, რეალური სახელი არის ფრანკი. შემთხვევით წარმომადგენლობა ხო არა გვაქვს ამის? რა თქმა უნდა, მაღაზიათა ქსელკალებს აქვს ამ ფირმასთან მჭიდრო კავშირი და წარმომადგენლობაც გვაქვს ფრანკთან. ანუ ოფიციალური შემომტანები ამ იარაღისა საქართველოში ვართ ჩვენ მაღაზიათა ქსელი კალიბრი. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი ვაქვს რამდენიმე მოდელი ფრანკის. ეს არის ბოფლინტები, სამ სხვადასხვა შესრულებაში და ნახევარავტომატური თოფებიც. როგორც იტალიური ხარისხი იქიდან გამომდინარე, მოიხსენებათ, რომ ძალიან მაღალ დონეზე დგას. ეს თოფები თავის შესრულებით ძალიან ლამაზებია, მორგებულებია მხარზე. სხვადასხვა ფასეთი კატეგორია აქვს და მე ალბათ გამოვარჩევდი აი მოკლებული ამ მოდელს, რომელიც ძალიან ელეგანტურად და ლამაზად გამოიყურება. მინდა აღნიშნო, რომ არის ფოლადის კალაპოტითა. ეს არის 2024 წლის მოდელი. სელექტორით არის აღჭურვილი. და ცოტა უფრო ახლოდან ხო არ განვიხილოთ ეს იარაღი. მოდი მე ამ იარაღს მე განვიხილოთ, მე მინდა განვიხილოთ ნახევარავტომატური, რა ვიცი, თქვენის ნებართვით. კი ბატონო, ნახევარავტომატური ეს არის ფრენკი. და რატომ მაინც და მაინც ნახევარავტომატური ფრენკი. 2.9 მოდელებია სიმართლე რო ითქვას, მაგრამ იმ ინერციულის შესახებ უფრო ნაკლებად იცის ხალხმა, ვიდრე ბოფლინტების შესახებ და მოვადრო და ამათაც განვიხილავ. უბრალოდ მინდა ხაზი გაუსვა, რომ შესრულების სტილით აი ყური აი ამ მოდელს მინდა გავამახვილო ყურადღება კონდახებში როგორ ანუ ის მინდა თქვა, რომ ძალიან მრავალფეროვანი კონდახებს დავაკვირდი როგორ განსხვავებული აქვს, დამბაჩისებური კონდახი აქვს, აქ რაღაც თანამედროვე მოყვანილი კონდახი აქვს, კალაპოტი იქ ფერადი ვარანენით არის, დაფარვით არის, აქ ღია ფერის ნიკელირებული დაფარვა აქვს, აქ ლულებს შორის ნახეს ვენტილაციო ღარი არა აქვს, იქ პირიქით დატოვებული აქვს ლულებს შორის ღარი და ანუ განსხვავებები არის ამ მოდელებში, ისევე როგორც წონა და ლულის სიგრძეები. რახანეს ნახევარავტომატური მოდელები ნაკლებად ცნობილია და ნაკლებად იციან მოხმარებლებმა და ბევრი კითხვები იყო შეთაშორის კონკრეტულად ამ ფრანკის შესახებ. მინდა რომ ეს მოდელი განვიხილოთ ჯერ და შემდეგ მე ავარჩიოთ ნებისმიერი აქედან და იმასაც ვისაუბროთ, არ არის არანაირი პრობლემა არ წარმოადგენს. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ, ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მოგესალმებით მეგობრებო, მაღაზიათა ქსელ კალიბრის თბილისში მდებარე ერთ-ერთი ფილიალიდან, რომელიც მდებარეობს ლეხ კაჩინსკის 20-ში, ეს არის ყოფილი შავი ზღვის ქუჩა. სხვათა შორის ძალიან ადვილად იგუგლება პირდაპირ ამ სიტყვებით. ლეხ კაჩინსკი. ხო, ირაკლი, დღეს მე როგორც ხვდები, ეს არის ფრანგულია, ფრენჩი გიგძალო, ფრენჩი არ თქვი. შენ ხო იცი, რამოდენიმე ადამიანმა მოგწერა, რომ ფრენჩი რატო ქვია, ფრანგები უშვებენო? ხო და აბა ეხა გაგვიმარტე ვინ უშვებს და ვინ არიან რა. იტალიური ფირმა, სახელად ფრანკი. არავით არის ფრენჩი. არავით არის ფრენჩი. გასაგებია. ფრენჩ HT წერება, მაგრამ რეალურად იკითხება როგორც ანუ იტალიელები ამას კითხულობენ ფრანკი. მოკლედ ეს გასათვალისწინებელი ამბავი. აი ესე ვაზნებირო, ბაშიერი პელაგრეს ვეძახით. დიახ. ბასკიერი პელაგრია ეს. ხო. ბასკიერი. მართლა ბასკიერებს ეძახიან? ხო, ჩვენებურად მოვირგებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, დაომახინჯებთ ხოლმე ამ. კარგი. ირაკლი, შენ წეგან დაიწყე ეს ვიდეო იმით, რომ ერთ-ერთი საინტერესო მოდელი არის და ჩემთვის ცოტა უცნაური არის. რატო ან რა კრიტერიუმებით ყოფ ხოლმე, ასე ვთქვათ, შენთვის საინტერესო იარაღებს? ხო, სისტემური განსაკუთრებულობით და იმ ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც გამოყენებულია ხოლმე ამ მოდელში. ამ შემთხვევაში Affinity Franky Affinity 3.9 ქვია ამ მოდელს რა, რომელიც არის 99 მმ-იანი სალაზღვრით.
როგორ კალიბრია 1299, ანუ სუპერ მაგნუმის ლულაკო ხარ შემთხვევაში. სუპერ მაგნუმი. და იარაღი არის ინერციული სისტემა. ჩვენს არხზე არაერთი კითხვა იყო დასმული ესეთი, რომ სუპერ მაგნუმი ისვრის თუ არა ჩვეულებრივი მაგნუმის ვაზნებს. კი. ჩვეულებრივ ვაზნებს რომელიც საერთოდ მაგნუმები არ არის? კი. ნებისმიერ. ნებისმიერს გაისვრის. თუმცა აქვე მინდა ხალხო კიდევ პირიქით არ უნდა ვთქვათ, პირიქით. ხო, აქვე უნდა ხაზი გაისვას. იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ქარხანა დამამზადებელთან დაირეკა, დაიწერა, ასე ვთქვათ, ესეთი წერილი, სადაც კითხვა იყო ესეთი ირაკლი, რომ რატომ არისო, რომ ჩემიო იარაღიო, რომელშიც წერია პასპორტში უნდა ისროდეს ამდენ რაღაცა გაშლას უნდა აკეთებდესო, რატო არ აკმაყოფილებსო და ქარხნიდან მისწერეს ესე, რომ თუ ლულა გათვალისწინებულია კონკრეტული ვაზნისთვისო, უმჯობესია ის კონკრეტული ვაზნა ჩაიდოს, თუ გინდათ ამ ტესტებს ემთხვეოდესო. მართალია? რამდენი ხანია ვხადაღებ მაგას მე? ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, ტოპ პრემიუმ. უკვე საქართველოშია. სუპერ ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი Marleni და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარული. თუ გვინდა რომ გლულულიანი სანადირო თოფიდან მივიღოთ მაქსიმალური შედეგი იარაღის მონაცემებისა, უნდა ვიხმაროთ ზუსტად ის ვაზნა, რა ვაზნაც არის რეკომენდირებული ამ თოფის ლულისთვის გათვლილი. ანუ თოფის კალიბრია 1299, უმჯობესია რომ შიგნით იდოს ეს ვაზნა. იმ ეფექტის სრულად შესრულებისთვის იდოს თოფში იდოს 1299 მმ-იანი ვაზნა. მაგრამ ხალხო ეს იმას არ ნიშნავს, რომ თოფი არ გაისვრის. თოფი გაისვრის, შედეგი დადგება, მაინც ჩამოვაგდებთ იმ ფრინველს, რისთვისაც მაგრამ ის შედეგი არ დავიდება, ეს ასე ვთქვათ, რასაც ქარხანა დამამზადებელი კპირდება. ხო, ხო. აი მოკლედ, ეგ არ კეთდება. კარგი, მოდი წავინაცვლოთ ახლა ცოტა წინ და მე ამ იარაღზე ვხედავ ძალიან უცნაურ ორ ცალ აი ესეთ პატარა რაღაცას. რომელიც ეს არის მაგას ვქო ტექნიკური ხრელები, რომლებშიც მოჭრილი არის შესაბამისი ზომის ხრახნი. ამ ხრახნებზე შეგვიძლია დავამაგროთ ეგრეთ წოდებული პიკატინის ან ვივერის ესეთი რელსი, რომელზეც შემდეგ მოვათავსებთ სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობებს, მათ შორის კოლიმატორულ მოწყობილობას. რამდენად პოპულარული არის მაგალითად ახლა ვხედავ რომ კოლიმატორებმა რაღაცა მოიჭიდა ფეხი საზოგადოებაში და რამდენად პოპულარულია თუ არა ჩვენს ქვეყანაში კოლიმატორები გლულულიან იარაღებზე. გლულულიანებზე მე არ შემხედრია და არც მე ვარ მომხრე გლულულიან იარაღზე კოლიმატორი დამძიმებას უთა არ იყოს არასდროს მიმაჩნია. ქვემეხიდან რომ მეგობრებს სრულად დაუწყდა ახლობით ეგეთი ვარიანტი. გასაგებია, მაგრამ თუმცა ჩვენ ამ იარაღებს ვიყენებთ ასევე კიდევ ცალიტყვით, ხო? როცა გათვლილი გვაქვს რომ უნდა ვინადიროთ ცალიტყვით სროლის დროს, აი ამ შემთხვევაში კიდე გამართლება აქვს, როცა სხვა საშუალება არ აქვს და გვიწევს ერთი იარაღით დიდი ნადირობა, მაგალითად სამონადირო მეურნეობაში დაცვე, ღორზე ან მოგიწია ცხენირებზე ნადირობაც. ჩვენი გამომწერები არიან. ცხენირებზე ნადირობას მოგიწია. აი ამ შემთხვევაში ხო გამოგადგებოდა კოლიმატორული? კი, ნამდვილად გამომადგებოდა და აქვე კიდევ უნდა გაესვას ხაზი ერთ ფაქტორს ხახნო, რა თქმა უნდა ეს დამწყებებს ეხებათ, არასოდეს არ არის ის მომენტი, როდესაც სანადიროდ მივდივართ და არ ვიცით რაზე მივდივართ. როგორც წესი, სანადიროდ როცა მივდივართ, წინასწარ არის დაგეგმილი, რაზე მივდივართ, რისთვის მივდივართ და რამდენის მონადირებას ვაპირებთ. ამაზეც ნაფიქრი უნდა იყოს. ხო. წესიერ ქვეყნებში ეგრეა ხო, წესიერ მონადირე ბევრი შვებიან. დიახ. ხო და აქედან გამომდინარე ხალხო ზუსტად ხდება ასე ვთქვათ, ამ ამუნიციის შეძენაც წაღებაც და ურში გამიელო ახალეთი კაი კაცის მიხვდება როდესაც საუბარი ჩვენ საერთო მეგობარია მოგითხვა არ დავასახელებ სახელ და გვა სპეციალურად რომ ავიღეთ ერთ ნადირი რაციაში გახკირო და აღარ ესულოთ მეორეს აღარ გვიდა აღარ არის საჭირო და მე რა თქმა უნდა ვეთანხმები ამ ასეთ შემართებას და ასეთ მიდგომას იმიტომ რომ ჩვენია ყველაფერი და უნდა გავუფრთხილდეთ ერთი
ერთი ნადირი მოვინადირეთ, ავიღეთ, აღარ არის აუცილებელი მეორე, მესამე, მეათე და ამოწყვეტო ერთიანად ყველაფერი. რა თქმა უნდა. ბოლო-ბოლო დაუტოვოთ თუ არა ჩვენს მომავალ თაობას ნადირი, მაგი პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავებს უნდა ვკითხოთ. ხო და მოკლედ. ჩვენ შემდეგ ჩვენი მომავალი თაობა მოდის და ფერდაბაღ მოყვებიან. რა თქმა უნდა. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. ხარისხობრივ რამდენად კარგი იარაღები არის ეს იარაღები. შენი აზრი მაინტერესებს ამ იარაღზე. მოგეხსენება რომ იტალია ერთ-ერთი ძირძველი ქვეყანაა იარაღ წარმოების სფეროში, ჯერ მარტო რო ავიღოთ ესეთი ძალიან ცნობილი ბრენდი Beretta მე-15 საუკუნიდან აწარმოებს სანადირო და არა მარტო სანადირო მათ შორის საბრძოლო იარაღს და მე Beretta და სპეციალურად დავიწყე, იმიტომ რომ ყველაზე ძველი წარმომადგენელი იტალიაში იარაღ წარმოებისა ეს კონკრეტულად ეს ფირმა, მაგრამ არსებობს ფირმები, მაგალითად იგივე Benelli, იგივე Breda, იგივე Franchi, რომლებიც ძალიან კარგ მაღალ ხარისხის იარაღს აწარმოებენ და ეს ყოველივე დასტურდება კიდე იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნაც ზოგადად მსოფლიოშია ამ ფირმის იარაღებზე. მსოფლიოს ყველა კუთხეში, ყველა ნაწილში იყიდება როგორც ფრანკის, ისევე Beretta-ს და Benelli-ს იარაღები, ისევე Breda-ს იარაღები. ჩვენთვის ყველაზე ცნობილი მაინც რჩება Beretta, იმიტომ რომ ძალიან დიდ რესურსს და დიდ თანხებს დევს ეს ფირმა თავისი პროდუქციის რეკლამირებაში და ძალიან ფართო ასორტიმენტი აქვს იარაღებისა, ისევე როგორც ხრახნელულიანი მოკლე იარაღი, შაშხანები, მათ შორის გლულულიანების ამდენიმე ასეულობით მოდელია და როგორც ახლა აღნიშნე მე-15 საუკუნიდან აწარმოებს ამ იარაღს. რაც შეეხება ფრანკის, ეს შედარებით ახალგაზრდა ფირმაა, მაგრამ გარწმუნებთ რომ ხარისხთან ჩამოუვარდება იმ წამყვან ბრენდებს, რომლებიც ასე ვთქვათ მყარად არიან უკვე ბაზარზე დამკვიდრებულები და კალიბრიც მოგეხსენებათ წარმომადგენელი არის ამ ფირმისა მსოფლიოში, საქართველოში ოფიციალური შემომტანები ამ ფირმის იარაღისა ვართ მაღაზია ქსელი კალიბრი. ეს იარაღები არაერთხელ გადასტილა ჩვენი მხრიდან არაერთხელ დათვალიერებულა ამ იარაღების საკვანძო დეტალები ის საინჟინრო გადაწყვეტილებები რაც მიღებულია ამ იარაღის ერგონომიკაში და მექანიკაში და არ ყოფილა შემთხვევა რომ ამ იარაღს ან გაეჭედოს ან ამენ პრობლემა შექმნდეს იმ გამარტივებული მექანიზმისა და იმ კარგად ცნობილი და დამუშავებული სისტემების გამო რაც უკვე არაერთი ათწლეულია მუშაობს და არის და ჩვენმა მოხმარებელებს კარგად იცის. ფაქტიურად ნახმარია Benelli-ის სისტემა, Benelli ინიეცია სისტემა, უბრალოდ განსხვავება არის ერთი რომ უკმოქმედების ზამბარა კონდახის მაგურად გადატანილი არის წინ. აჰა, გასაგებია. ესე იგი, ეს არის ახლა გაზოგადამტენი იარაღი? თუ ინერციული არის? ინერციული არის და ამ ინერციის ხარჯზე ახერხებს ფაქტიურად მუშაობას წინვალად, ხო? წეღან შევამჩნიე, სანამ ჩავთავდით კამერას, ქონდა დაშლილი ეს იარაღი, ემზადებოდი გადაცემისთვის. დიახ. შევამჩნიე, რომ ძალიან ნაცნობი თავაკი დამხვდა იქ. კი ბატონო, კაი თვალები. დაკვირვებული თვალები. შეიძლება ეს მაყურებელს ვაჩვენოთ? ხო, რა თქმა უნდა, ახალი არაფერი არ იქნება, ხალხო ეს არის ბრუნდ შეულანის მექანიზმის ნახევრად მბრუნავი თავაკი, რომელიც 90 გრადუსით ბრუნდება ლულის საღაზიო ნაწილში და ჩაკეტვაც ორ კბილზე ხდება. წარმოგიდგენთ ახლა ამ მექანიზმს თვალნათლივად თქვენ თვითონაც ძალიან ბევრი იცნობს კიდევაც ამ ჩაკეტვის სისტემას. შევა ლულაში და დააკვირდება და ტრიალდება? კი, გამოსვლისას ტრიალდება. ეგ ფაქტიურად უზრუნველყოფს რას, რომ იდეალურად ჩაკეტოს ორი საბრძოლო კბილია, ერთი აქედან და შემოbrunების დროს დატოვებული აქვს ლულაშიც ესეთი ამ კბილების შესატყვისი ადგილი, სადაც ეს კბილები შემოbrunდება და ჩაიკეტება. უმარტივესი სისტემაა მოკლედ, განსხვავება Benelli სისტემისა აქ რომ არის ის რომ უკან დატოვებული კუდის ნაწილი არა აქვს ამ შემთხვევაში რომელიც იძირება კონდახში და უკმოქმედების ზამბარაზე ბჯინება. ამ შემთხვევაში წინ გადატანილი გვაქვს აი ესეთი უკმოქმედების ზამბარა გამოტანილი არის წინ და ძალიან გავს გაზოგადამტენ სისტემას. კი, აქ რო იყოს დგუში ჩათვალო გაზოგადამტენი სისტემა. დიახ. მაგრამ არ არის გაზოგადამტენი სისტემა, დგუში არ აქვს. გასაგებია. სა ინერციული სისტემა. დგუში რომ არა გვაქვს კიდევ ერთხელ ჩვენი მომხმარებლის დავარწმუნო თამაში, აი. დივირი. აი, მუფტაში ნახროტები არ არის, შესაბამისად ვერ იქნება
ეს გაზოგადამტანი სისტემა. ძალოვანი მხრებია, რომლებიც ასე ვთქვათ, აწვევიან ჩამკრალ სისტემას. როგორც წინა მიმართულებით, ისე უყადან მიმართულებით და ახდენენ საკეთის მოძრაობას. რაც შეეხება ლულას. ლულის კუდის ნაწილი არის წაგრძელებული ფორმის. ამ შემთხვევაში აუნდირებულია, ქრომირებული არ არის და აი ეს ამონგდები კვილი ხშირად მოხმე საუბარი ამ კვილზე არის დაზამბარებული, აი როგორი ზამბარითაა და ჩამალულია შიგნით. აი ამ ზამბარაზეა ლაპარაკი, ხო? ექსტრაქტორის კბილია, კი. ნე. ზოგადად ეს მყარად არის ხოლმე და ხშირად გამოდის ხოლმე წყობრიდან და როცა ზამბარით არის აღჭურვილი. ბიზგს უკუცემის ბიზგს ეს ზამბარა იღებს თავის თავზე, ანუ ანეიტრალებს და ხდება მასრის ამოტყორცნა საექსტრაქციო ფანჯრიდან. ამ კბილის დახმარებით. აწყობა მე როგორც ხვდები, იგივე პრინციპით ხდება, როგორც ხშლით, ხო? უკვე მიმართულებით აეწყობა. ეს ყოველთვის ასე არის ფაქტიურად ყველა იარაღში, ხო ესე? არა, ეს ახლა ამ შემთხვევაში დააკვირდი ტირჟირი და ლულა ერთად უნდა შეიკრას და მერე უნდა გამოიწვას მილიონი წლის, მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ ლულა ცალკეჯდება, მერე ტირჟირი დგება განსხვავებული მექანიზმებით და განსხვავებული სისტემებით გამომდინარე ეს. აი ასე შეიძლება და მე ჩამოხევა საკუთარ და პირდაპირ ძალიან მარტივად აი ესე იკეთება, აი დააკვირდი თავაკს შეუბრუნდა. ხშირად დააკვირდი გატრიალდება, ჯერ ტრიალდება და მე გამოდის. ჯერ დატრიალდება და გამოდის. კი ბატონო. დატრიალდება და გამოდის. ხო. გვაქვს კიდე ესეთი სისტემა მსგავსი პენელი ინერცია სისტემასა, ქვია ინერცია პლუსი. დამატებული აქვს ერთი პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს თავაკის აუცილებლივ შემოbrunებას. ანუ აი ესეთი შემთხვევები არ გვექნება. ნახე ახლა თავაკი არ შემოტრიალდა. მთლად მივაწექით და თავაკის შემოbrunება არ მოხდა. და წაავტყავ ხელს. მე შეტრიალდება, მაგრამ აი ასე არ გააკეთე. ინერცია პლუსია ზამბარა აქვს და ის აუცილებლად მიაწვევა, მაგრამ გასრულის დროს ეს შემთხვევები არ გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ გასრულის დროს ეჯახება საკეს და რო არ შემოტრიალდეს თავაკი არ შეიძლება. ყოველთვის შემოტრიალდება. წონაში ეს იარაღი ძალიან იგებს, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქია. წონა ხო არ იცი? წონა არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხელით შემოყვასო? კი, მსუბუქია ძალიან და მაღალი სამიზნით ამასთან არის აღჭურვილი კონკრეტული მოდელი. სხვადასხვა რაც შეეხება ბალანსს, ხალხო. ბალანსით საკმაოდ ნორმალურად არის. აი მაღალ სამიზნიანი ტოფები, ვისაც მოსწონს, ძალიან კარგი ვარიანტია და მინდა ისიც დავამატო, რომ არ დაგავიწყდეთ, ტოფი არის სუპერ მაგნუმი 1299, ანუ 50 გრამ საფანს თავისუფლად ესვრის. ანუ 89 მმ-იანი სავაზნე ავტომატურად ნიშნავს, რომ 70 გრამ საფანტის გასრულა შეუძლია იარაღს. რატო შეიქმნა ასეთი მძლავრი იარაღი? რომ აი მაინც და მაინც აი ამ ხელა ვაზნებით შეიძლება რომ გაისროლოს. რაზე შეიძლება ამით ნადირობა? ძირითადად ეს ტოფები და ზოგადად კალიბრის გაზრდა გამოიწვია ტექნოლოგიების განვითარებამ. შეიქმნა ესეთი დენტები, რომლებიც უფრო თანაბრად და უფრო ნელა იწოდნენ ნიტროდენტებზე მაქვს საუბარი. შეიქმნა მეტალის მარკები, რომლებიც უფრო გაცილებით მეტწნევას და დატვირთვებს უძლებენ და შესაბამისად მოთხოვნა იყო იმაზე, რომ წყალზემცურო ფრინველებზე სანადიროდ უმჯობესი იყო, რომ დიდი წონის ჭურვები გვეხმარა. მაგნუმები და სუპერმაგნუმები მაქვს საუბარი. ზუსტად ამ გამოძახილმა გამოიწვია ის ვარიანტი, რომ შექმნილი იყო უფრო ძლიერი ვაზნები. სიძლიერე არ ნიშნავს, რომ გლულულიანი ტოფი გაისურს უფრო შორს და მოკლავს უფრო შორს. ეს გამორიცხული ვარიანტია, უბრალოდ და ის საინტერესო არის, ხო? ანუ ბატი მაგალითად შემიძლია მოვკლა იქ რაღაც 120 მეტრზე? არ არსებობს. იშვიათ შემთხვევაში შეგვიძლია დავაზიან ყოფილა ხომ ამ შემთხვევები, რომ მართლა ძალიან შორმანდელი და მომხდარა რომ თვალში ხდება. ხო, რაღაცა მოხდა და ჩამოვარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტაბილურადაც შედეგს მიიღებთ. უბრალოდ 71 გრამიანი და მაგნუმი და სუპერმაგნუმის ვაზნები გათვლილია იმაზე, რომ შექმნას უფრო მჭიდრობადე და დაფარვის დიდი ზონა, ანუ თუ 35 გრამის საფანტით დაიფარება, სიტყვაზე ვიძახი 40 სანტიმეტრის წრე 50 გრამ საფანტი დავფარავთ 60-70 სანტიმეტრის წრეს, უფრო მჭიდროდ. აი ძალიან საინტერესო აღება ფრინველებზე, ხო, აღების და მოპოვების თემა უფრო იზრდება, მოკლედ რა. საშუალო მანძილი მაინც გლულულიან ტოფებს აქვთ ყველას ერთი. მე ახლა მეტრებზე და სანტიმეტრებზე არ დავიწყებ საუბარს. შუაში შემოვიტანოთ იარაღი. ბატონო, შემოვიტანოთ, აი ასე. აი ლამაზად რო გამოჩნდეს. გლულულიან ტოფებს ეფექტური
ცეცხლის მანძილი, ანუ ეფექტური სროლის მანძილი დაახლოებით მაინც 1 სანტიმეტრს და მილიმეტრზე აქვს უმოს და ასე ქვევით არ დავუშვათ დავჭრილმანდები, არ აქვს არანაირი აზრი, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე ერთი მანძილი, ეს არის წარმოადგენს 40-50, მაქსიმუმ 50 მეტრი, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში უფრო მეტი მანძილი რა. 7 წელი აქვს გარანტიაო მექანიზმზეო. ამას ჩვენი მაღაზია ითვალისწინებს? თუ უბრალოდ ისე მარკეტინგული ხრიკია? არ არის ხრიკი, ეს ხარხლამტარმოებელი ძლევა 7 წლის გარანტიას მექანიზმზე ხო. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. იარაღი მაღალ თამასაზე არის, მე ვხედავ რომ შესაკრები ასე ვთქვათ, შუქშემკრები სამიზ და კორა. შემკრები კორა საკმაოდ ისეთი არის წვრილი, ეფექტური. კი ბატონო. კორები გვაქვს ამ მაღაზიაში, იყიდება ცალკე? კი. მოკლედ შოვნა შეიძლება ხო? შოვნა შეიძლება. ამას მოყვება თუ არა кейსი? кейსი არ მოყვება, იმიტომ რომ მაქსიმალურად გაბიუჯეტურებულია. ბიუჯეტური იარაღია მოკლედ და ცალკე მოყვება ჩუქურის შევიწროებები, 5 სანტიმეტრიანი ჩუქურის შევიწროებებია, რომელიც გათვლილია ასევე ფოლადის აფანზე, მოყვება ქანჩახრახნი, რომელთაც ხდება ჩუქურის შევიწროებების ჩახრახნა მაშინით, მოყვება სარემნე სწრაფმოსახსნელი ყულფები და კონდახის სარეგულირო ფირფიტები. კონდახის დახრეს სარეგულირო ფირფიტები. მოკლედ, ყველაფერი ის მოყვება, რაც შეიძლება რომ მოყვებოდეს. ხო, იარაღს იმისათვის რომ ასე ვთქვათ, მოირგო ადამიანმა შენს საკუთარ აღნაგობაზე. აღნაგობაზე გაბარდებზე. რაც შეეხება ფასს, ჩემო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, დარეკეთ მაღაზიაში, რომლის ტელეფონის ნომერიც ამ ვიდეოს ქვეშ იქნება მითითებული და მოიკითხეთ კონკრეტულად ამ იარაღის ფასი და მაღაზია გეტყვით. ირაკლისთან არ დარეკოთ. ირაკლისთან არ დარეკოთ. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ჩემო ირაკლი, მე ვფიქრობ, რომ ამაზე შეიძლება რომ დავასრულოთ ამ იარაღის განხილვა. ნუ, პრინციპში ეს განხილვაც არ არის, ალბათ უფრო გაცნობა არის მაყურებლებისათვის, თუ რა იარაღი არის შემოსული ჩვენთან მაღაზიაში. ანუ მარლა მე კიდე შენიშნებოდ ერთი ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, პირდაპირ გაგებით არ ვაწევთ იარაღის რეკლამირებას, უბრალოდ გაცნობითი ხასიათის ვიდეოებს ვსწრებთ. ჩვენ მომხმარებელმა რო იცოდეს თუ რა არის, რა გვაქვს ასორტიმენტში გაყიდვაში და თუ რა მახასიათებლებით გამოირჩევა ესე თუ ის სანადირო იქნება თუ ხრახნელულიანი იარაღი. ტაქტიკური თუ არა ტაქტიკური მოკლედ. ძალიან მარტივია, რო არ იქექოთ წიგნებში და რაღაც ვიღაცამ სწორი ინფორმაცია რო არ მოგაწოდოთ, ანუ ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე ამ ვალდებულებას და გაცნობითი ხასიათის ვიდეოებს ვსწრებთ. თუ მოგწონთ გაგვაგებინეთ, თუ არ მოგწონთ ესეც გითხარით. გაგება როგორ ხდება მეგობრებო, ლაიქის საშუალებით. დაგვილაიქეთ ვიდეოები, არა იმიტომ რომ შეაფასოთ კონკრეტული იარაღი თქვენ მოგწონთ თუ არა, არამედ იმიტომ რომ შეაფასოთ ჩვენი შრომა, რომელსაც ვცდილობთ რომ თქვენამდე მოვიტანოთ. მოგლეთ. ჩვენს გვერდში იყავით, ხახო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და რაც თავარია ამ იარაღის ფასი თუ დაგაინტერესებთ, დარეკეთ მაღაზიაში, რომლის ტელეფონის ნომერსაც ამ ვიდეოს ქვეშ მიგითითებთ. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. ჩვენი არხის მხარდამჭერები.